შულმა ყველაზე მეტი ისაუბრა ეგრეთ წოდებულ სახელმწიფო გადატრიალებაზე, რევოლუციის მცდელობაზე და მსგავსი შეთქმულების თეორიებზე. ახლა ამ წუთებში უკვე დახურული არის სხდომათა დარბაზში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფნა პარლამენტში, ვინაიდან მედიას უკვე დაგვატოვებინეს სხდომათა დარბაზი და დახურულ რეჟიმში ახლა დიდი ალბათობით ანრი ოხანაშვილი ქართული ოცნების დეპუტატების კითხვებს პასუხობს. ღია იყო მედიისთვის და საზოგადოებისთვის მისი გამოსვლის მხოლოდ და მხოლოდ მცირე ნაწილი და ამ მცირე ნაწილში ყველაზე ბევრი დრო ანრი ოხანაშვილმა შეთქმულების თეორიებზე საუბარს დაუთმო. ოხანაშვილი კვლავ საუბრობდა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები და უცხო ქვეყნის წარმომადგენლები საქართველოში გადატრიალებას ცდილობდნენ და გეგმავდნენ როგორც 2024 წელს, ისე 2023 წელსაც. ანრი ოხანაშვილმა ისაუბრა იმასთან დაკავშირებითაც თითქოს დაგეგმილი იყო საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის არჩევნების ჩაშლა და სწორედ ამ საკითხებთან დაკავშირებით ისაუბრა ოხანაშვილმა ძირითადად დღეს საქართველოს პარლამენტში. ის სხდომათა დარბაზში ისე შევიდა, რომ მედიას არ მოგვეცა საშუალება, რომ მას გავსაუბრებოდით და ამ წუთებშიც მისი ყოველწლიური ანგარიში პარლამენტის სხდომათა დარბაზში დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურები. აგრეთვე ცალკეული შიდა და გარე აქტორები ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გამოყენებით ცდილობდნენ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებზე ზეგავლენას. 2023 წლის მსგავსად 2024 წელსაც სხვადასხვა აქტორებმა, როგორც საპარლამენტო არჩევნებამდე, ისე მის შემდეგ საქართველოში პოლიტიკური გარემოს დესტაბილიზაციისა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის ცდილობები განახორციელა. სამსახურის ინფორმაციით, პირთა გარკვეული ჯგუფების მოქმედებები იმართებოდა უცხო ქვეყნებიდან მომდინარე დაფინანსებით, საპარლამენტო და არასაპარლამენტო კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ლიდერებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელების მიერ. საპროტესტო გამოსვლების ორგანიზატორების მიზანს მიმდინარე პროცესების ეგრეთ წოდებული მაიდანიზაცია შეადგენდა. დანაშაულებრივ გეგმებში სხვადასხვა პერიოდში აქტიურად მონაწილეობდნენ ქვეყნის ფარგლებს გარეთ ყოფი საქართველოს მოქალაქეები, კერძოდ უკრაინაში მებრძოლი ქართველების კონკრეტული ნაწილი, რომელიც აცხადებდა მზადყოფნას, ჩამოსული იყო საქართველოში და აქტიური მონაწილეობა მიიღო პოლიციის წინააღმდეგ დაგეგმილ ძალადობაში, რასაც ვითარების უკიდურესი დაძაბვა უნდა მოყოლოდა, ამასთანავე განიხილებოდა მმართველი ძალის თანამდებობის პირების ლიკვიდაციის გეგმები. არსებული ინფორმაციით, საპროტესტო გამოსვლების ორგანიზატორები გეგმავდნენ აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების პროცესის ჩაშლას. დღეს ანრი ოხანაშვილი ძირითადად თავს იქებდა იმით, თუ რისი გაკეთება შეძლო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და უნდა აღინიშნოს, რომ დღეს განსაკუთრებით თავს იწონებდა ანრი ოხანაშვილი იმის გამო, რომ რამდენიმე დღის წინ ქვეყანაში დააკავეს ერთ-ერთი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირი საკუთარი საქმიანობის და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და უკანონო შემოსავლების ფაქტზე. როდესაც ამ საკითხთან დაკავშირებით საუბრობდა ანრი ოხანაშვილი, მან დასვა ასეთი რიტორიკული შეკითხვა. ალბათ გაინტერესებთ, როგორ აღმოჩნდა მსგავსი ტიპის დანაშაული სუსის კონტროლს მიღმა. ჩვენ ამ საკითხზე ვმუშაობთ და ყველაფერს აუცილებლად ნათელი მოეფინება. სწორედ ეს იყო ანრი ოხანაშვილის სათქმელი დღეს სხდომათა დარბაზში, რამაც გააჩინა ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლებელი არის ახლა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, მათ შორის კითხვები ჰქონდეს ყოფილ უფროსთან გრიგოლ ლილუაშვილთან, ვინაიდან ოხანაშვილს სწორედ ეს აინტერესებს, როგორ აღმოჩნდა ასეთი დანაშაულის სუსის კონტროლს მიღმა. რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე დაკავებული იქნა ერთ-ერთი ყოფილი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი. რა თქმა უნდა, შესაძლებელია კითხვებს აჩენდეს ამ პრევენციულ ღონისძიებებთან ერთად თქვენი მხრიდან ისიც, თუ როგორ აღმოჩნდა აღნიშნული ტიპის დანაშაული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტროლს მიღმა. ეს შესაძლებელია იყოს ბუნებრივი შეკითხვა, თუმცა ამ მიმართულებითაც ჩვენ მუშაობთ. მე ასევე ვსურს, რომ მადლობა გადავუხადო ანტიკორუფციული სააგენტოს თითოეულ თანამშრომელს შესაბამის დანაყოფებს ამ ოპერაციის უსწრაფეს პროცესში წარმართვისთვის 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობდა მუშაობა.
ანრი ოხანაშვილს დღეს ერთი სიტყვითაც არ უხსენებია გიორგი ბაჩიაშვილი და გიორგი ბაჩიაშვილის ჩამოყვანა ქვეყანაში, არადა თუ ბაჩიაშვილს დავუჯერებთ თვითმფრინავში მისი გატაცების დროს თავად სუსის ხელმძღვანელი ანრი ოხანაშვილი იმყოფებოდა. უნდა აღინიშნოს, რომ ქართული ოცნება მთელი ამ დროის განმავლობაში ამაყობდა იმით, რომ ანრი ოხანაშვილმა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოახერხა ასეთი ოპერაციის განხორციელება და ბაჩიაშვილის დაპატიმრება და დაკავება, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მთელი იმ დროის განმავლობაში, ვიდრე ანრი ოხანაშვილი ტრიბუნასთან იდგა, მას ბაჩიაშვილი და ეს კონკრეტული საქმე ერთი სიტყვითაც არ უხსენებია.